ტაივანის გარშემო აშშ-ს ბირთვული წყალქვეშა ფლოტი, რომლებიც წინასწარ იყო განლაგებული ახალ სრუტეში ჩინეთის ფლოტზე ნადირობას იწყებს. CSIS-ის სამხედრო სიმულაციების მიხედვით ერთ ამერიკულ წყალქვეშა ნავს 84 საათში დაახლოებით 2 დიდი სადესანტო ხომალდის და 2 ესკორტირების გემის განადგურება შეუძლია. ესკადრილიას ანუ 4 ნავს კი იმავე დროში დაახლოებით 16 გემის წყობრიდან გამოყვანა შეუძლია, რაც ჩინელების დამატებითი ძალების დესანტირების შენელებას გამოიწვევს. თუმცა ნადირობა სარისკოა. ჩინური კორვეტები, საპატრულო თვითმფრინავები და წყალქვეშა ნავები აქტიურ კონტრშეტევაზე გადადიან, ხოლო სრუტის მისადგომები შესაძლოა დანაღმულიც იყოს. CSIS-ის შეფასებით, კონფლიქტის საწყის ფაზაში აშშ-ის წყალქვეშა ნავების დანაკარგები შეიძლება დაახლოებით 20%-ით გაიზარდოს ყოველ 3 ნახევარდღეში. ამერიკის საზღვაო ძალების ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია. ზოგიერთი კორპუსი ჩინურ სტრატეგიულ დანაყოფებს უნდა დააკვირდეს, ამიტომ ამერიკული წყალქვეშა ნავები ციკლურად მოქმედებენ. ნადირობა, გუამში ან იოკოსუკაში დაბრუნება შესავსებად, შემდეგ კი ისევ ოპერაციაზე გასვლა, რაც ხელს უშლის ზეწოლის პერმანენტულ შენარჩუნებას. იაპონური წყალქვეშა ნავებიც ერთვებიან საქმეში. ისინი ფარავენ სხვა სექტორებს, რათა თავიდან იქნას აცილებრული მეგობრული ცეცხლი.